რა თქვა ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდებზე? Როგორ არის მათ კვლევაში ჩართული ნიკოლა ტესლა და მართალია თუ არა, რომ ამ ლეგენდარული ნაგებობების საიდუმლო გასული საუკუნის განმავლობაში უკვე ამოხსნეს? ახლა ამ ვიდეოში ყველაფერს გავიგებთ დაწვრილებით. ნიკოლა ტესლა 1856 წელს დაიბადა ხორვატიაში, ქალაქ გოსპიკის მახლობლად. იგი ქალაქის ახლოს მდებარე ლამას სოფელში ცხოვრობდა და თავისი ბავშვობა სწორედ იქ გაატარა. გოსპიკში კი დაწყებითი განათლება მიიღო. მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, მშობლები და 4 და-ძმა. თვითონ მეხუთე ბავშვი იყო. მამამისი სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო და სახლის გვერდით მდებარე ეკლესიაში მუშაობდა. დედამისი კი დიასახლისი იყო. საინტერესოა, რომ დედამისი თავად იგონებდა საოჯახო ნივთებს. ამბობენ, რომ გამომგონებლის ნიჭი ტესლას დედისგან დაჰყვა. სწავლობდა გრაცის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და პარიზის უნივერსიტეტებში 1875-1880 წლებში, ხოლო 1896-1905 წლებში იკვლევდა ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის შესაძლებლობას. ამ შრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რადიოტექნიკის განვითარებაზე. 1899 წელს კოლორადო სპრინგსში მოაწყო ლაბორატორია 60 მეტრიანი კოშკ ანძით, რათა შეესწავლა ჭექა-ქუხილის განმუხტვა და ატმოსფერული ელექტრობა. ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოაჩინა დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველში მდგრადი ტალღების არსებობა, რომელსაც შეუძლია ელექტრული ენერგიის გადაცემა მნიშვნელოვან მანძილზე. საკუთარი აღმოჩენა წარმოადგინა თავისივე კონსტრუირებული მძლავრი გამაძლიერებელი გადამცემის დახმარებით. გადაცემის სიშორემ დაახლოებით 48 კილომეტრი შეადგინა. საკუთარ გამოგონებებზე 300-მდე პატენტი მიიღო, მათ შორისაა ელექტრული მრიცხველი, სიხშირის საზომი, ელექტროძრავების კონსტრუქციები, რადიომიმღებები და ორთქლის ტურბინები. 1917 წელს შეიმუშავა წყალქვეშა ნავების რადიოაღმოჩენის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის იყო პირველი რადიოლოკატორი. 1894-1916 და 1934 წლებში ის არაერთი მედლით დააჯილდოეს. ტესლას სახელი ეწოდა მაგნიტური ინდუქციის საზომ ერთეულსაც. მის ცხოვრებაზე დაკვირვების შემდეგ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლა ტესლამ ჩვენი დღევანდელობა გამოიგონა. ის მართლაც იმ უმნიშვნელოვანეს იდეების ავტორია, რომლებმაც კაცობრიობა სმარტფონების, უკაბელო ინტერნეტისა და ელექტრომომარაგების სისტემის შექმნამდე მიიყვანა. ნიკოლა ტესლას მრავალი უჩვეულო აკვიატება ჰქონდა. მათგან ერთ-ერთი იმის რწმენა გახლდათ, რომ ეგვიპტის პირამიდები ენერგიის გიგანტური გადამცემები იყვნენ. ტესლა ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როდესაც ეს კითხვა გაუჩნდა გონებაში. რა დიდებულ ძალას მალავს ეგვიპტის პირამიდები. მან კარგად იცოდა, რომ პირამიდების დანიშნულება რაღაც უფრო დიდებული იყო, ვიდრე უბრალოდ სამარხი. უზარმაზარი ქვის ნაგებობა, რომელიც საშუალოდ 2 მილიონი ქვის ლოდისგან იყო აშენებული, დიდებულ გამომგონებელს მოსვენებას უკარგავდა. რატომ? რა მიზნით? სწორედ ამ კითხვებს უსვამდა ის საკუთარ თავს ხშირად. ტესლას სწამდა, რომ სინამდვილეში პირამიდების დანიშნულება ენერგიის გენერირება იყო და ფარაონების სამარხებად გამოყენება ეს რაღაც მეორეხარისხოვანი მხარი ან უბრალოდ ყურადღების გადასატანი მანევრი გახლდათ. სინამდვილეშიც ხომ ასეა. ფარაონის სხეული არც ერთ პირამიდაში არ აღმოუჩენიათ. ისინი მეფეთა ველზე იყვნენ დამარხულნი. მრავალი საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი ფარაონებისა და დიდებულების საბოლოო განსასვენებლად იყო მიჩნეული. ეთაყვანებოდნენ ველის დამცველ ქალღმერთს და სჯეროდათ მისი მაგიური ძალის. თვითონ პირამიდებში კი არ არის აღმოჩენილი ნახატები ან გამოსახულებები, რაც ეგვიპტის უძველეს კულტურას წარმოაჩენს. ამიტომაც ჩნდება კითხვა, სინამდვილეში რა დანიშნულება ჰქონდა პირამიდებს? რა თქმა უნდა, ძველი ეგვიპტელი ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირამიდებს, მაგრამ რა იყო ეს? ნიკოლა ტესლა დაინტერესებული იყო ამ საკითხით. იკვლევდა ამ ყოველივეს და უჩნდებოდა კითხვები. ამ დიდებულმა გამომგონებელმა კარგად გამოიკვლია პირამიდები და მათი აგებულება და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უზარმაზარ ენერგიას ფლობდნენ. ტესლა სჯეროდა, რომ პირამიდები რაღაც უფრო მაღალ მიზანს ემსახურებოდა, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა მათ. კერძოდ, ის მიიჩნევდა, რომ პირამიდები შესაძლოა ენერგიის უზარმაზარი გამტარები ყოფილიყვნენ. ეს დაშვება ენერგიის უკაბელოდ გადაცემისადმი ტესლას ინტერესს ეხმიანებოდა. ტესლა ამბობდა, რომ პირამიდები ენერგიას ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით იღებდნენ. ამისათვის კი ეგვიპტელებმა ის კრისტალოვანი ქვებით ააგეს. მისი თქმით, თითოეული ქვა, რომლითაც პირამიდა იყო აშენებული, მზის და მთვარის ენერგიას იმარაგებდა და ინახავდა. ასეთი სახით შესაძლებელი იყო მთელი ქალაქის მომარაგება ელექტროენერგიით. ტესლას მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ შეექმნა პირამიდებიდან ელექტროენერგიის წყარო, რომელიც ქალაქს მოამარაგებდა უფასო დენით.
ტესლას მოსაზრების თანახმად, ეგვიპტური პირამიდების უნარი გადაეცათ ენერგია არამხოლოდ მათი ფორმით, არამედ მათი მდებარეობითაც იყო განპირობებული. მან კოლორადო სპრინგსში ააგო კოშკი, რომელიც ტესლას ექსპერიმენტული სადგურის სახელითაა ცნობილი, ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმართა ვარდენკლიფის კოშკი, იგივე ტესლა თაუერი. ორივე მათგანი დედამიწის ენერგეტიკული ველის გამოყენების მიზნით შეიქმნა. ადგილები იმ კანონების მიხედვით შეირჩა, რომელთა გამოყენებითაც გიზას პირამიდები აშენდა, რაც პლანეტის ელიფსურ ორბიტასა და ეკვატორს შორის კავშირს ემყარებოდა. კოშკების დიზაინი კი ენერგიის უსადენო გადაცემისთვის იყო განკუთვნილი. ტესლას სიკვდილის შემდეგ უამრავი მისი მიმდევარი გამოჩნდა, რომელიც ცდილობდა ნიკოლას გზის გაგრძელებას და პირამიდების საიდუმლოებების ამოხსნას. კვლევებმა აჩვენა, რომ 1000 წლეულების წინ გიზის დიდი პირამიდა კირქვის ფენით იყო დაფარული და მისი ზედაპირი აბსოლუტურად ბრტყელი იყო, რაც ნაგებობას მზის სხივების არეკლის საშუალებას აძლევდა, ხოლო მისი თავი ოქროს ფირფიტით იყო დაფარული. გარდა ამისა, პირამიდაში გამავალი გვირაბები მცირე დოზის რადიოაქტიური გრანიტით არის მოპირკეთებული, რომელიც სხვადასხვა სახის ლითონის მინარევებს შეიცავს. ამ სახის მინერალს კი ჰაერის იონიზება და მისი ელექტროგამტარობის გაზრდა შეუძლია. ძველ მსოფლიოში ელექტროენერგიის არსებობის ფაქტს თუ დაუშვებთ, რთული ასახსნელი არ იქნებოდა, თუ როგორ გაჩნდა უძველეს არტეფაქტებზე ოქროს თხელი ფენა. მაგალითად, ისეთ რთულ საგნებზე, როგორიც ტუტანჰამონის სამეფო ტახტია. დღეს ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენის ნივთზე დატანა მხოლოდ ელექტროხელსაწყოების საშუალებით შეიძლება. ამასთან 2000 წლის წინ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, ფენა იმდენად ერთგვაროვანი და თხელი იყო, რომ ჩვენს ცივილიზაციას ამ დონისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. და მაინც ჩნდება კითხვა, რა დანიშნულება ჰქონდა სინამდვილეში პირამიდებს. არსებობს ერთი ძალიან ლოგიკური ახსნა. პირამიდებს ვაწყდებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, ეს ინდონეზიაში მდებარე უზარმაზარი მეგალითური კომპლექსია. ის თავიდან ბორცვი ეგონათ, მაგრამ ახლა ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობაა. უახლეს ტექნოლოგიების გამოყენებით მკვლევარები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ კომპლექსის ფენა აშენდა მინიმუმ 6000 წლის წინ და თუ კი ეს საბოლოოდ დასტურდება, მსოფლიოში უძველეს პირამიდად შეიძლება ჩაითვალოს სწორედ ინდონეზიაში აღმოჩენილი უზარმაზარი მეგალითური კომპლექსი. მე-20 საუკუნის დასაწყისში არქეოლოგები პირველად წააწყდნენ უძველეს პირამიდას პერუში. მკვლევარებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ეს პირამიდა შედარებით ახალი ნაგებობა იყო, თუმცა 2001 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. პირამიდის მშენებლობაში გამოყენებული მასალების შესწავლით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ უძველესი ქალაქი ძველ წელთაღრიცხვით 2627 წელს უკვე არსებობდა. ამ აღმოჩენის საფუძველზე არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალაქში განთავსებული პირამიდა ძველ ეგვიპტურ პირამიდებზე უფრო დიდი ხნისაა. და მაინც რას გვეუბნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ეგვიპტის გარდა სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებობდა პირამიდები. რადგან ზუსტად არ ვიცით, როგორ და რისთვის აშენდა პირამიდები, ბუნებრივია, რომ მათ გარშემო მრავალი მოსაზრებაც გაჩნდა. ზოგი ტესლას მსგავსად მიიჩნევს, რომ ისინი ენერგიის გამოსამუშავებლად ააგეს. ზოგი კი იმასაც ფიქრობს, რომ პირამიდები უძველესი ცივილიზაციის მიერ დაშიფრულ კოდს წარმოადგენდნენ და კონკრეტულ გზავნილს გადმოგვცემდნენ. ერთი ვერსიით, პირამიდებში კოსმოსიდან წამოსული ენერგიის ნაკადის გენერირება ხდებოდა, ხოლო დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებით და ისეთივე ქსელის შექმნით, როგორც თანამედროვე ფიჭურ კავშირს გააჩნია, ელექტროენერგია დედამიწის მთელს ზედაპირზე ნაწილდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში დენი უკაბელო იყო, ისევე როგორც დღეს არის ინტერნეტი და ის სხვადასხვა სახის ტექნიკისთვის ენერგიის წყაროდ გამოიყენება. მათ შორის საფრენი ობიექტებისთვისაც და ამ ვერსიის არსებობა ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რაც ქრინავი მანქანები არაერთხელ არის ნახსენები სხვადასხვა უძველეს, მაგალითად ინდურ ჩანაწერებში. ამერიკელი ბიზნესმენი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ხმაურიანი გამოგონებებით, ასევე არანაკლებ ხმაურიანი განცხადებებით. უცნაური არ არის, რომ ასეთი განცხადებების ნაწილი სწორედ ეგვიპტურ პირამიდებს ეხება და ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟია გამოწვეული. ერთხელ ილონ მასკმა დაწერა შემდეგი: პირამიდები უცხო პლანეტელებმა ააშენეს. ამის შემდეგ ყველაფერი აირია. უამრავი ადამიანი ცდილობდა მასთან ინტერვიუს აღებას, კითხვების დასმას და ამ თემის შესახებ მეტი ახსნა განმარტების მოსმენას. იქნებ მისთვის ცნობილი იყო ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ ყველასთვის უცნობია. თუმცა ეს საუბარი მეტად აღარ გაგრძელებულა, რადგან როგორც ცნობილია, საუბარში ეგვიპტის მთავრობა ჩაერთო და ილონს სტუმრობისკენ მოუწოდა, რათა პირადად დაემტკიცებინათ მისთვის საწინააღმდეგო. მოხდა ეს თუ არა არ
ვიცით, მაგრამ მისი განცხადება ბევრის გონებაში კვლავ ტრიალებს. კან ადამიანი, რომელიც კოსმოსში ფრენითაა დაკავებული და მსოფლიოში უმდიდრესია, შეიძლება თემის შესახებ ინფორმაციის ნაკლაობას განიცდიდეს. ახლა კი მოისმინეთ თეორია, რომელიც ამ ყველაფერს ამტკიცებს. ვინ ააშენა სინამდვილეში პირამიდები? ეს კითხვა ისტორიკოსებს უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც აწუხებთ, მაგრამ დღემდე ცალსახა პასუხი არ არსებობს. მაგალითად, ხეოფსის პირამიდა მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგებობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე 1000 წლის წინ აშენდა. მისი ორიენტაცია ჩრდილოეთისკენ თითქმის სრულყოფილია, მხოლოდ 3 გრადუსითაა გადახრილი და უფრო ზუსტია, ვიდრე გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია. როგორ მოახერხეს ეს უძველესმა ადამიანებმა? ვერც ამას შეიძლება შემთხვევითობა უწოდოთ, რადგან სხვა პირამიდებიც არანაკლებ გვაოცებენ. პირველი, ვინც ამ საიდუმლოს ამოხსნას შეეცადა, ჰეროდოტე იყო. ამ ძველ ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის შესახებ ალბათ გსმენიათ. მან წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც ხეოფსმა მთელი ეგვიპტელი ხალხი ორ ჯგუფად დაყო. ერთი ქვის ბლოკებს ნილოსამდე მიიტანდნენ, მეორენი კი პირამიდებამდე. მშენებლობაზე მუდმივად 100,000 ადამიანი მუშაობდა. ისინი ერთმანეთს ყოველ 3 თვეში ერთხელ ცვლიდნენ და მინიმუმ 10 წელი შრომობდნენ. ჰეროდოტეს აზრით ეგვიპტელები ბლოკებს სპეციალური ხის ბერკეტების საშუალებით წევდნენ. დაუშვათ, რომ ამ ნაწილში გარკვეულად ჩამოყალიბდა წარმოდგენა, მაგრამ ბლოკებს როგორ გამოთლიდნენ ასეთი სიზუსტით. ამბობენ, რომ მათ შორის ნაპრალი იმდენად მცირეა, რომ იქ ქაღალდის ფურცლის ჩადებაც კი შეუძლებელია. როგორ შეესაბამება ეს სიმართლეს თუ არ ჰქონდათ მათ თანამედროვე ტექნოლოგიები? მეორეს მხრივ 2013 წელს აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა მიგნებამ გარკვეული კუთხით ნათელი მოჰფინა ამ საკითხს. ერთ-ერთი არქიტექტორის დღიურში აღწერილი იყო, რომ ქვის ბლოკები წყლის არხებით გადაჰქონდათ ნილოსიდან პირამიდებამდე. ერთ-ერთი ასეთი არხი, რომელიც წყლის პირამიდებამდე მიეწოდებოდა, აღმოაჩინა ცნობილმა ამერიკელმა არქეოლოგმა და ეგვიპტოლოგმა მარკ ლენერმა. თუმცა ამ აღმოჩენის შემდეგ ეს თეორია საყოველთაოდ არ იქნა მიღებული, რადგან მხოლოდ ერთი არხი იყო აღმოჩენილი და არც ის იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ მთლიანი სტრუქტურა ასე აშენდა. ფრანგმა და ბრიტანელმა არქეოლოგებმა შემდეგი თეორია წამოაყენეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეგვიპტელები პირამიდების მშენებლობისას იყენებდნენ ხელოვნურ ბილიკებს, ეგრეთ წოდებულ პანდუსებს. ეს ბილიკები ნიადაგიდან გაკეთებული აღმართები იყო, რომლებსაც გამოიყენებდნენ მძიმე ბლოკების ზემოთ აზიდვისთვის. მათი აზრით, ქვის ბლოკებს ამ ბილიკზე დებდნენ, მარხილებზე და თოკებით ზემოთ ეკაჩებოდნენ. თუმცა, ყველაზე პოპულარული თეორია ფრანგ არქიტექტორ ჟან პიერ ჰუდინის ეკუთვნის. მან ივარაუდა, რომ ხეოფსის პირამიდა ორი განსხვავებული სპირალური ბილიკის საშუალებით აშენდა. ერთი გარე და მეორე შიდა. სწორედ ამ შიდა ბილიკზე ეკაჩებოდნენ ქვის ბლოკებს ზემოთ. შემდეგ კი გარეთა ბილიკზე აწყობდნენ. ფრანგმა გეოქიმიკოსმა ჯოზეფ დავიდოვიცმა კიდევ უფრო გაბედული თეორია წამოაყენა. მისი აზრით, პირამიდების ბლოკები სულაც არ გადაჰქონდათ, არამედ ადგილზე ასხამდნენ სპეციალურ ბეტონს. მისი მტკიცებით, ბლოკების მიკროსტრუქტურა ბუნებრივი ლიმნის ქვას არ ჰგავდა. მასში იყო ბუშტუკები, რაც ბეტონზე მეტყველობდა. მან თავად შეძლო ძველი მეთოდით მსგავსი მასალის შექმნა და მისი ქიმიური ანალიზი უძველესი პირამიდების ქვის მასალას დაემთხვა. თუმცა ამ თეორიამ მეცნიერულ სამყაროში ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან ბევრი სხვა საკითხი მაინც გაურკვეველი დარჩა. უცხოპლანეტელობის თეორია და ნიკოლა ტესლას მოსაზრება. უცხოპლანეტელობის თეორია საფუძველი ედო კიდევ უფრო ძველ წყაროებში. მწერალმა ერიხ ფონ დენიკენმა პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ პირამიდების კონსტრუქცია კოსმოსური ცივილიზაციის მიერ იყო შექმნილი. მისი არგუმენტით პირამიდების განლაგება იმგვარადაა მოწყობილი, რომ ასტრონომიული მიმართულებების მიმართ უზუსტესადაა გასწორებული. მისი მტკიცებით, პირამიდები შესაძლოა უცხოპლანეტური ხომალდების დაშვების პუნქტებადაც კი გამოიყენებოდა. რაც შეეხება ნიკოლა ტესლას, ის მიიჩნევდა, რომ პირამიდები შესაძლოა ენერგიის გლობალური გადაცემის სისტემის ნაწილი ყოფილიყო. მისი აზრით, პირამიდების სტრუქტურა და მასალა მათ ელექტრომაგნიტური ველის შექმნასა და ენერგიის კონცენტრირების საშუალებას აძლევდა. ტესლას აზრით, მათ შეეძლოთ ენერგიის დაგროვება და მისი განსაზღვრული მიმართულებით გადაცემა. სამწუხაროდ, მისი თეორიები ფართოდ არ აღიარებულა, თუმცა თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ პირამიდებს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ენერგეტიკული თვისებები. დღემდე არც ერთი თეორია საბოლოოდ არ დადასტურებულა. იქნებ ტესლა მართლაც მართალი იყო. ან იქნებ პირამიდები ბევრად უფრო რთულ საიდუმლოს ინახავს. საბოლოო პასუხი ჯერ ისევ უცნობია. რაც შეეხება სხვა თეორიებს, თუ უკვე შევეხეთ უცხოპლანეტელობის თემას, რატომ არ უნდა განვიხილოთ ატლანტების საიდუმლო კავშირი პირამიდების მშენებლობასთან. ლეგენდის მიხედვით, დაახლოებით 11,000 წლის წინ ატლანტიდას მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. ძველ ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის ნაშრომებში ტიმეი და კრიტი ამტკიცებდა, რომ ატლანტიდა ჰერკულესის სვეტების მიღმა მდებარეობდა. ეს კუნძული უზარმაზარი იყო, ხოლო სახელმწიფო იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გაჩაღება.
თუმცა ვერავინ მოერია მათ გარდა მათი დაუნდობელი ცხოვრებისა. გიგანტურმა მიწის ძრომ თითქმის მთლიანად გაანადგურა ეს ცივილიზაცია და როგორც ისტორიკოსები მიიჩნევენ, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ატლანტების დიდი მიგრაცია მთელს პლანეტაზე. მათ შორის ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი იყო ეგვიპტე, სადაც მათ ადგილობრივებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და პირამიდების მშენებლობა ასწავლეს. სწორედ ამიტომ მსგავსი სტრუქტურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება. მათი არქიტექტურული მსგავსება შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ამ კულტურებს საერთო წარმოშობა აქვთ ატლანტიდაში. საინტერესოა, რომ ამ თეორიას მხარი დაუჭირა რეალურმა პიროვნებამ, მე-19 საუკუნეში ამერიკელმა კონგრესმენმა იგნატიუს დონელიმ. 1882 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „ატლანტიდა, სამყარო წარღვნის წინ“, რომელშიც ვარაუდობდა, რომ კატასტროფული მოვლენა, რომელმაც ატლანტიდის ცივილიზაციას ბოლო მოუღო, არ იყო სხვა არაფერი თუ არა ბიბლიაში აღწერილი წარღვნა. სინამდვილეში, პირამიდების მშენებლობაში ადამიანების მონაწილეობა ბევრად უფრო პოპულარული თეორიაა, ვიდრე უცხოპლანეტელობის ვერსია, რადგან ძალიან ბევრი დამთხოვა არსებობს, რომლებიც მას ამტკიცებს. ერთ-ერთი ასეთი თეორია კი ვარსკვლავების ანარეკლს ეხება. ირიონის სარტყელი, რომელიც სამკაშკაშა ვარსკვლავს მოიცავს, თითქმის მთელი დედამიწიდან ჩანს. ეს ნავიგაციისთვის გამოიყენებოდა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ სხვადასხვა კონტინენტზე. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი თანავარსკვლავებია, მაგრამ როგორ უკავშირდება ის პირამიდებს? როგორც ჩანს, კავშირი პირდაპირია. ეგვიპტის 3 დიდი პირამიდა შემთხვევით არ აუშენებიათ. ისევე როგორც ბერმუდის სამკუთხედი და შუმერული ცივილიზაციის წარმოშობის რეგიონი, ისინი განლაგებულნი არიან ლეგენდარულ 20-ე პარალელზე. ეგვიპტელი ინჟინერი რობერტ ბოვალი ამტკიცებდა, რომ პირამიდების განლაგება ორიონის სარტყელის ვარსკვლავებს ასახავს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა: საიდან იცოდნენ უძველესმა ადამიანებმა ამის შესახებ? მათ ხომ არ ქონათ ტელესკოპები ან ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ასე ზუსტად შეისწავლიდა ვარსკვლავებს? ან იქნებ ჰქონდათ და ჩვენ უბრალოდ წარმოდგენაც არ გვაქვს ამის შესახებ? ბოვალი ამტკიცებს, რომ 3 დიდი პირამიდა ერთიანი პროექტის ფარგლებში აშენდა. ეს იყო ძველი ეგვიპტელების იდეოლოგიის მატერიალურ განასახიერება. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირამიდებში არასდროს უპოვიათ მუმიები. იქ მხოლოდ სარკოფაგები აღმოჩნდა, რომლებშიც თეორიულად მიცვალებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სარკოფაგები ცარიელი იყო. თუ ეს კიდევ ერთი გასაოცარი დამთხოვა. თითქოს და ნელ-ნელა ვუახლოვდებით სწორი გზის პოვნას, რომელიც პასუხებისკენ მიგვიყვანს, მაგრამ მოულოდნელად გვხვდება ახალი ფაქტები, რომლებიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამჯერად საუბარი შეეხება მთვარეზე არსებულ პირამიდებს, როგორც უცხოპლანეტური წარმომავლობის მტკიცებულობას. ადრე, როცა მთვარის ზედაპირს ჩვეულებრივი ოპტიკური ხელსაწყოებით აკვირდებოდნენ, ბუნებრივია სრულყოფილად ვერაფერს ხედავდნენ. ბევრი ობიექტი უცნაურ ფორმებს იღებდა და სხვადასხვა თეორიას აჩენდა. თუმცა საბედნიეროდ ტექნოლოგიები სწრაფად განვითარდა და დღეს შეგვიძლია მთვარის ზედაპირი ძლიერი ტელესკოპებითა და თანამგზავრებით დავათვალიეროთ. თანამედროვე სურათების ფონზე ჩნდება სულ უფრო მეტი დამაფიქრებელი ფოტო. მთვარეზე შენიშნეს გაურკვეველი ნაგებობები, რომლებიც ადამიანებისთვის ცნობილ პირამიდებს გავს. გონიერი ადამიანისთვის ეს სურათები კითხვის ნიშნებს არ ბადებს. პირამიდების ილუზია შესაძლოა სინათლის თამაშით აიხსნას, როცა მზის სხივები ზედაპირზე განსხვავებული კუთხით ეცემა და ჩრდილების მეშვეობით საინტერესო ფორმებს ქმნის. მაგრამ თუ ეს მართლა ასეა? თუ ადამიანები უბრალოდ ეძებენ გზას, რათა თავი დაიმშვიდონ, როცა მთვარეზე პირამიდებს ხედავენ? რაც შეეხება როზველის ინციდენტს, რა კავშირი უნდა ჰქონდეს მას ეგვიპტურ პირამიდებთან? თუ ვინმე სარსმენია, როზველის ინციდენტი 1957 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ როზველში მოხდა. იქ ჩამოვარდა გაურკვეველი მფრინავი ობიექტი. თავდაპირველად სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო მფრინავი თეფში, მაგრამ მალევე უარყვეს ეს ვერსია და თქვეს, რომ ეს უბრალოდ მეტეოროლოგიური ბუშტი იყო. თუმცა, ბევრი თვითმხილველი ამტკიცებდა, რომ მათ უჩვეულო საფრენი აპარატის ნარჩენები და უცნაური არსების სხეულებიც კი დაინახეს. შემდეგ ავარიის ადგილას აღმოაჩინეს უცნაური სიმბოლოები ამოტვიფრული უცნობ მასალაზე. ეს ნიშნები ბევრს ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსი მოეჩვენა. პირველი შეხედვით ეს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ ეგვიპტური პირამიდების კვლევას ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ მათზეც ნაპოვნია მსგავსი სიმბოლოები. მაგალითად 1953 წელს ხეოფსის დიდ პირამიდასთან შესასვლელთან აღმოაჩინეს 4 იდუმალი ნიშანი. მათი დანიშნულება დღემდე უცნობია, მაგრამ ისინი საოცრად გავდნენ იმ სიმბოლოებს, რომლებიც როზველში ნაპოვნი იყო. ეს აღმოჩენა ეგვიპტოლოგ ანდრე ფაშანის მიაწერეს და სწორედ მან დააკავშირა ეს ინციდენტი უცხოპლანეტელებთან. გამოდის, რომ ძველი ეგვიპტელები უკვე კონტაქტში იყვნენ უცხოპლანეტელებთან, თუ იქნებ პირიქით არანაირი უცხოპლანეტელები არ არსებობენ და ეგვიპტელები უბრალოდ სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ. საინტერესო კითხვაა, რომელსაც ადამიანები ხშირად წამოჭრიან ხოლმე. იქნებ საიდუმლო უკვე ამოხსნილია, მაგრამ მეცნიერები ამას არ გვიზიარებენ. 1887 წელს დაიბადა ედუარდ ლიცკალნინი.
ადამიანი, რომელიც მოყვარულის დონეზე სკულპტურების შექმნით იყო დაკავებული. თავიდან მისი საქმიანობა არავის აინტერესებდა, მაგრამ როგორც კი თავისი ნამუშევარი გამოაჩინა, პრესამ მაშინვე მიაქცია ყურადღება. ლიცკალნინი თავის ნამუშევრებს სრულად მარტო ქმნიდა და თავის მეთოდებს საიდუმლოდ ინახავდა. იგი უზარმაზარი ქვის მონოლითური სკულპტურების შექმნისას ისეთ ტექნიკას იყენებდა, რომლის ახსნას დღემდე ვერავინ მოახერხა. მან განაცხადა, რომ იცოდა პირამიდების მშენებლობის საიდუმლო, მაგრამ არასდროს გაამხილა იგი. ასე რომ ეს საიდუმლო მასთან ერთად საფლავში ჩაიტანა, ხოლო მისმა შემოქმედებამ, რომელსაც ქვის ბაღი ეწოდა, ადამიანებისთვის უამრავი ამოცანა დატოვა. ეგვიპტეში აღმოჩენილი შემდეგი არტეფაქტი ძველ წელთაღრიცხვით 1830 წლით თარიღდება. საუბარია უჩვეულო სამარხზე, რომელიც ნაპოვნია წარჩინებულებისა და მღვდლების ნეკროპოლში. თუმცა ამ აღმოჩენის მთავარი მახასიათებელი არც მისი სიძველეა და არც ის, რომ ვინმე დიდგვაროვან პიროვნებას ეკუთვნოდა. მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სამარხი ისე იყო დაპროექტებული, რომ ზამთრის მზებუდობის დღეს ამომავალი მზის სხივები პირდაპირ აღწევდნენ მმართველის ქანდაკებაზე. ეგვიპტელობისთვის მზე და მისი ციკლები ყოველთვის უკავშირდებოდა აღორძინებას. ზამთრის მზებუდობა განასახიერებდა სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე, ხოლო ზაფხულის მზებუდობა ჩვეულებრივ ნილოსის ადიდებას ემთხვეოდა. ორივე თარიღს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეგვიპტური კულტურისთვის. ამ აღმოჩენის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დროის მოსახლეობა უკვე ფლობდა ცოდნას მზის მდებარეობისა და მისი სხივების მიმართულების გამოთვლაზე. უძველესი არქიტექტორი იყენებდა მარტივ ინსტრუმენტებს, როგორიცაა 6 მეტრიანი საზომი ჯოხი და კვადრატი, რათა მიეღოთ თუნდაც მიახლოებითი, მაგრამ საკმაოდ ზუსტი სამარხის სამლოცველოსა და ქანდაკების ორიენტაცია. ამ ყველაფრის ერთობლიობა არქიტექტორს საშუალებას აძლევდა დაეანგარიშებინა სამარხის ზომები ისე, რომ სხვა სამარხებისთვის ხელი არ შეეშალა. სხვადასხვა ნილოსის ადიდებას შევეხეთ. მინდა ერთი საინტერესო ფაქტი მოგიყვეთ ამ დინარის შესახებ. არსებობს თეორია, რომ უძველეს ეგვიპტელებს შეეძლოთ ნილოსის დინების რეგულირება, რათა შეემსუბუქებინათ სამშენებლო სამუშაოები. ისინი წყლის გარკვეულ ნაწილს ბარ იუზუფის არხით მიმართავდნენ, რითაც მდინარის დონეს ამცირებდნენ. თუ საპირისპირო შედეგი სჭირდებოდათ, იყენებდნენ დამბებს, რომლებიც სწრაფად ზრდიდნენ წყლის დონეს. ეს მხოლოდ თეორია არ არის, ის პრაქტიკულად დადასტურებული ფაქტია. სამეფო ნეკროპოლის მახლობლად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე დამბა, რომლებიც სამშენებლო მასალების პირამიდებთან თითქმის უშუალოდ მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წყლის გზით ძირითადად დამხმარე მასალები გადაჰქონდათ, ხოლო პირამიდებისთვის საჭირო მასიური ქვის ბლოკები უშუალოდ გიზას პლატოზე ითხრებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ნილოსმა ეგვიპტელთა ცხოვრებაში იმით შეიძინა, რომ ის არა მხოლოდ საკვების, არამედ გზამკვლევის ფუნქციასაც ასრულებდა. მაგალითად, ფარაონ ჯოსერის მმართველობის პერიოდში საშინელი გვალვა მოხდა, რამაც შიმშილი გამოიწვია. სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ადგილობრივების მიერ პირამიდების აგება, რომელიც ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის გამოიყენებოდა. ძველ ეგვიპტელებს ღრმად სჯეროდათ ღმერთების ძალისა და თავიანთი ფარაონების ღვთაებრივი სტატუსის. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, ტუტანხამონია. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მის მიმართ ინტერესი უკვე დიდი ხანია ჩაცხრა და ყველაფერი რაც შეიძლებოდა უკვე გაირკვა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. იცოდით, რომ ცნობილი ფარაონი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ თემაზე უამრავი ფილმი გადაიღეს. ცდილობდნენ მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის გარკვევას, იყენებდნენ 1958 წელს გაკეთებულ რენტგენის სურათებს და ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებს. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ნეკნების მძიმე დაზიანება და ასევე ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა ცხენის ეტლიდან გადმოვარდნისას დაშავდა. თუმცა, ნუ იჩქარებთ ამ ვერსიის დაჯერებას. ალტერნატიული თეორიის მიხედვით, ტუტანხამონის სიკვდილი ეტლის ავარიით არ იყო გამოწვეული, არამედ შესაძლოა მას ბეჰემოთმა შეუტია. კიდევ ერთი პროზაული ვერსიით, მისი მუმია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაძარცვეს და ამ დროს დაზიანდა მისი ძვლები. ყველაზე საინტერესო თეორია კი იმაში მდგომარეობს, რომ ტუტანხამონს ეტლიდან გადმოვარდნა უბრალოდ არ შეეძლო, რადგან მას თანდაყოლილი ფეხის დაავადება ჰქონდა და დამოუკიდებლად ძლივს იდგა. ამის დამადასტურებელი ფაქტი მის სამარხში ნაპოვნი 130 საბჯენი ჯოხია, რომლებიც როგორც ჩანს სიცოცხლის განმავლობაში რეგულარულად ჰქონდა. ასევე დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი მშობლები დაძმები იყვნენ. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ფარაონი მძიმე გენეტიკური დაავადებებით იტანჯებოდა და შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვია მისი ნაადრევი გარდაცვალება. ალბათ ყველას უნახავს ფილმებში სცენები, სადაც პერსონაჟები მძიმე ობიექტებს მხოლოდ ფიქრის ძალით ამოძრავებენ. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი ჩანს, თუმცა სინამდვილეში შესაძლოა
ეს სულაც არ იყო სასეთი ფანტასტიკური. სამეცნიერო ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დიდი ობიექტების გადაადგილება ბგერითი ტალღებით ნამდვილად შესაძლებელია. ჯერ მკვლევარებმა მცირე ზომის ბურთების ლევიტაცია შეძლეს. შემდეგ კი ეტაპობრივად გაზარდეს მათი დიამეტრი. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა რეკორდი მოხსნეს. მათ გამოიყენეს 3 პარალელური ბგერითი გენერატორი, რომლებიც სხვადასხვა სიხშირის ტალღებს გამოსცემდნენ. ეს ტალღები ერთობლივად ქმნიდნენ ვიბრაციის ძალას, რომელიც ობიექტს ჰაერში იჭერდა. ბრისტოლის უნივერსიტეტის ჯგუფმა კი ალტერნატიული მეთოდი გამოიყენა. მათ ბგერის მხოლოდ ერთი წყარო და ამრეკლი გამოიყენეს, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ობიექტი ნელ-ნელა თავის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებულიყო. თუ უძველეს ეგვიპტელებს შეეძლოთ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება. ზოგიერთი მკვლევარი ამ თეორიას აბსურდულს უწოდებს, თუმცა ის ჯერ ბოლომდე გამორიცხული არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ძველ ეგვიპტეში მსგავსი ტექნოლოგია მართლაც არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამას უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებით.